მოგესალმებით. მე ვარ ეკა ჩხეიძე, მსახიობი. როგორ ვარ? კარგად. შეძლების და გვარად მაქსიმალურად ვცდილობ. დაკავებული ვარ იგივეთი, რასაც ვაკეთებ მთელი ცხოვრება. ვარ თეატრში, ვარ ტელევიზიაში, ასე ხან გადაღება, ხან ჩაწერა, ხან რეპეტიცია, სპექტაკლები და ასე შემდეგ. სხვა არც არაფერი არ ვიცი, რაც ვიცი, იმას ვაკეთებ მაქსიმალურად. მე ვერ ვიტყოდი, რომ როლი შევასრულე, ესე ვთქვათ, ეს იყო ერთ-ერთი პროექტი, ნიკა წოლუკიძე აკეთებს ესე თეატრალური მთელი სერია აქვს, სახიობების გახსენება, რაღაც თეატრის ისტორიებს ყვება და ძალიან კარგი საღამოები აქვს და ეს იყო ერთ-ერთი მისი ესეთი პროექტი, ვერიკოს და სესილიას გახსენება, მათი უცნობი ისტორიების და ჩვენ ესე ვთქვათ, რაღაცა ეტაპები ამ ცხოვრების, მათი ამ სახიობების ცხოვრების ეტაპები გავაცოცხლეთ, მე ვიტყოდი, გავითამაშეთ სცენები. ახლა ვერიკოს თავისთავად ვერიკოს თამაში არასწორად მიმაჩნია და არც მიცდია, რომ რამით მაინც მეცადა და დამსგავსებულიყავი, ეს ხერხი არც გვიხმარია. უბრალოდ რაღაცნაირად მოვყევით ისტორია, ძირითადად ყვებოდა თვითონ ნიკა წოლუკიძე და ჩვენ მე და ქეთი ჩხეიძე, ის სესილიას, მე ვერიკოს, ესე რაღაცნაირად ქმედითი თხრობა იყო ეს და მქონდა ძალიან დიდი გამოხმაურება, დიდი ინტერესი და მაშინ როცა ეს უნდა ყოფილიყო, თქვათ, ერთჯერადად მერის დაკვეთით, ესე ვთქვათ, გადაეცა მარჯანიშვილის თეატრს და არის უკვე რეპერტუარში თვეში ერთხელ მაინც ვითამაშებთ მაყურებელთა თხოვნით და რა ვიცი, ინტერესიდან გამომდინარე. უკვე იდება თუ არა ბილეთები აღარ არის და ძალიან კარგია, რომ ეს ინტერესი გამოიწვია. ორი დიდი ბუმბერაზის ცხოვრება ალბათ საინტერესოა და დღემდე აქტუალური და ვინც არ იცის ის ეცნობა და ახალგაზრდებსაც დიდი ინტერესი ჰქონდათ და ეს უბრალოდ ვიცი კომენტარებით და მიმოწერით და ძალიან კარგია, რომ ეს ასეა. მეზარებოდა მეცადინეო ალბათ. არ ვიცი, მე სურვილი მგონია, რომ ძალიან მაგარი პროფესია. ყველა პროფესიას თავისი, რა თქმა უნდა, ხიბლი აქვს და რა თქმა უნდა, მაქსიმუმი უნდა ჩადო ყველაფერში, რასაც აკეთებ, თუ კი გიყვარს. თუ არ გიყვარს, ვერც ემსახურები ვერანაირ პროფესიას, მაგრამ როცა ადამიანის შველა შეგიძლია, ეს კიდე ცალკეა. რა ვიცი, აი გადარჩენა რო შეგიძლია და ადამიანი რომ მოდის შენთან და რო გეხვეწება რომ მიშველეც უდათვე და ეს შეგიძლია, ეს მგონია რომ არაჩვეულებრივია რაღაცა, ის სხვა შეგრძნებაა კიდე. თუმცა ძალიან რთული. მაგრამ აი მე ცოტა ის ვიყავი რა, როგორ გითხრათ. ბიოლოგია, ქიმია ვერ ვიმეცადინებდი შესაბამისად, თან ჩემ დროს ფიზიკა, ბიოლოგია, ქიმია ცალკე ბარდებოდა ეს ყველაფერი და ძალიან დიდ შრომატევადობას მოითხოვდა და მე ცოტა ისეთი ვიყავი რა სკოლაში. მეზარებოდა ზარმაცი ვარ ზოგადად, ეს ჩემი დიდი მინუსია. ხო და ალბათ მაინც მაგიტომ, თუმცა ბებიას და მამას დიდი გავლენა ჰქონდათ, რომლებსაც უნდათ რომ მე ვდგარიყავი სცენაზე. ამას ესე პირდაპირ არ მეუბნებოდნენ, თავს არ მახვევდნენ, მაგრამ ექიმობა კარგიაო, მაგრამო შენ მაინც უფრო პირდაპირ ამას მედეა მეუბნებოდა, რომ შენ სცენაზე უნდა იდგეო და აი რაღაცა იქით მიბიძგეს თუ ყველაფერი გააკეთეს ისე რომ მე ამ რელსებზე შემდგარიყავი და ესე ვთქვათ, მამის გზას თუ ოჯახის ტრადიციას გავყოლოდი. ძირითადი ოჯახის წევრები სწორედ ხელოვანები ყავს და ამიტომ ალბათ ვერ ავწდი მაგას. თუმცა არ ვნანობ ნამდვილად, ახლა თავიდან რომ მომცა იგივეს ვიზა. ახლა ბებიას მსგავსებას ყველა შვილიშვილი იჩემებს. რამდენიც ვართ, იმდენი იძახის, აი ცხვირი, მე მედიკოსი მაგ და მე ტუჩები და მე ეს ყველა რაღაცა ზიბრალებს. არ ვიცი, შეიძლება იერით გავარ. მე ესეთ კაფიო მსგავსებას ვერ ვხედავ და ხასიათით მამას ვგავარ ძალიან. აი ძალიან ბევრ ამაში, აი
ვიჭერ საკუთარ თავს, რომ გავარ და რაც დრო გადის მით უფრო. ძალიან თუმცა არ მეტყობა, მერიდება რაღაცები თავმდაბალი ვარ იმ ხრივ, რომ ვერ გავბედა, ვერ ვიტყვი, ვერ მივალ, მე ძალიან პასუხისმგებლიანი ვარ ჩემ თავს, ჩემ ნამუშევარს ყოველთვის გვერდიდან და ძალიან კრიტიკულად ვუყურებ. სანამ რაღაცას გავაკეთებ 1000 ჯერ უნდა მოვიფიქრო ეს ღირს, მიღირს, არ მიღირს, გამომივა, არ აი ისა მაქვს რა საკუთარ თავთან და ეს მოკლედ გავარ ხასიათით უფრო მამას და იერით ხო ალბათ უფრო მამას. მე ესე მგონია. თუმცა იმდენად რამდენადაც ქალი ვარ, შეიძლება მე მგონია მედიკო და მამა ჩემიც გავდნენ ერთმანეთს. და მედიკოს იმ დროისთვის, თან იმ დროისთვის საოცარი სილამაზე ქონდა. ეხლა ყველაფრის გაკეთება შეიძლება, პლასტიკას გულისხმობ, ყველა შეიცვლის ნებისმიერ ნაკვთს. და მაშინ ეს ბუნებრიობა იყო. ბუნებრიობა ეხაც პასობს, მაგრამ მაშინ ეს იშვიათი იყო, რომ ესე არ შეგეძლო ყველაფრის შეცვლა, ეხლა ცხვირი არ მოგწონს, ტუჩი არ მოგწონს. ეს გაიკეთეს, არ გამოდიოდა და ამიტომ ბუნებრივი სილამაზე იყო და უფრო ფასობდა მე ესე მგონია. სამწუხაროდ ესეა და რაღაცა იცით რა არის როცა ადამიანი ბედნიერია, სხვისი კარგიც უხარია და სხვისი ბედნიერებაც გულწრფელად უხარია და გაბოროტებული და სტრესი. აი ეს ალბათ ამდენი სტრესის ბრალია. ყველაფერზე სანერვიულო გვაქვს. დაწყებული პოლიტიკიდან, ეკონომიკური სიტუაცია, იქ ეს დაბალი ხელფასები, ჩვენი ადამიანური ხელფასით ვინც მართლა ხელფასზე ცხოვრობს, მე არ ვიცი, მართლა შეუძლებელია და ეს ხო არის სტრესი, ეს ხო არის ნერვიულობა, როცა ყავს შვილები, რა ჭამო, რა განათლება მისცე, არ გინდა რომ მათ მოაკლო რაღაცა და სულ ხარ დაძაბული, სულ ნერვიულობ, სულ ეს პოლიტიკური სიტუაცია, ეს იქ რა, აი ყველაფერი რაღაცნაირად აი მე მახსოვს პანდემიიდან რო დაიწყო, აი რაღაცა არ მთავრდება, სულ რაღაცა ხდება. პანდემიის დროს რამდენი დეპრესია და სტრესი და რამხელა ის იყო ეს ფსიქოლოგიურად ხომ ძალიან იმოქმედა ამან. თითქოს 2 წელიწადში გაიარა, მაგრამ თვითონ ფსიქიატრები ამბობდნენ, მოვისმინე, რომ ძალიან იმატა დეპრესიებმა ახალგაზრდებში პანდემიის დროს. ეს ონლაინ სწავლება, ეს ჩაკეტილობა, ყველაფერი მოქმედებს და ამას მიყვამე ეს გაუთავებელი სოფლიოში რა ხდება, ეს ყველაფერი მოქმედებს ძალიან. მე სულ შიში, სულ სტრესში და რაღაცა დათრგუნული ადამიანი და აღარ გზნობს თავს ბედნიერად. იმ ბედნიერებასაც, იმ პატარ-პატარა ბედნიერებებსაც ვეღარ შეიგრძნობს და სულ გაღიზიანებულია. მე ყველაფერი აღიზიანებს, მე ეს ორად გახლეჩილი პოლიტიკო, ყველას აქვს თავისი საკუთარი აზრის ქონის უფლება, ცხადია, მაგრამ მტრებად აღვიქმებით ერთმანეთისთვის უკვე რაღაცნაირად და ეს ძალიან ცუდია. აი ტრის წისქვილზე ასხამს წყალს. რა ვიცი, გარდა იმისა, რომ თითოეული ადამიანის ფსიქიკაზე უარყოფითად მოქმედებს, ზოგადად სიტუაციაზე ძალიან ცუდად მოქმედებს და მე არ ვიცი ამას რა ეშველება. კარგისკენ პირი არ უჩვენს, მაპატიეთ პესიმისტი ვარ ამ მიმართულებით ძალიან. იმიტომ რომ ზოგადად რეალისტი ვარ და რასაც უყურებ კარგისკენ ჯერჯერობით არ მიდის და ეს ურთიერთობები მართლა კარგს არაფერს მოგვიტანს. ისევ ჩვენ დავითრგუნებით, ისევ ჩვენ ვიქნებით მუდმივი სტრესი, ხო არ ვიცი მე. ხასიათსაც ცulis და გარეგნობასაც და დავბერდებით ბოროტები, არ გვინდა რა გთხოვთ. ეხლა რო ვთქვა რომ ყველა მიყვარს და რო იციან ხოლმე თქვა შვილებივით არც ერთი როლი არ მიყვარს და შვილებივით ერთარფერი არ მიყვარს, მაგრამ ხო არ ვიცი, ალბათ მაინც გამოვყოფდი ჯერთი ზაფხულის ღამის სიზმარს ჰერმიას ვთამაშობდი თუმანიშვილის სპექტაკლი იყო, ეს იყო წლების წინ, ძალიან დიდი ხნის წინ, ალბათ 1-30. ეს იყო ჩემი პირველი სერიოზული როლი
კინომსახიობთა თეატრში და ჯერ იყო არაჩვეულებრივი სპექტაკლი იყო. მართლა ზღაპარი, აი ფეერვერკი იყო და მე ძალიან საინტერესო და კარგი როლი იყო და ეხლა ჩემი პედაგოგი იყო თუმანიშვილი და მის სპექტაკლში თამაში და როგორი რეჟისორი და როგორი პედაგოგი იყო ამას არ მოვყვები და როგორი სასიამოვნო იყო მასთან მუშაობა და ყველაფერი კარგი მახსოვს მასთან დაკავშირებული და მასთან გატარებული რეპეტიციები და წლები და თვითონ ეს სპექტაკლიც აი უამრავი გასტროლი ჰქონდა ფესტივალებზე, რაღაცა პრიზებიც უამრავი და სულ ხალისი იყო, რაღაცა აი განწყობა სხვანაირი იყო ამ სპექტაკლს 5 ხასიათზე ვერ ითამაშებდი. აი ქუჩურ განწყობას ტოვებდით და სცენაზე სხვა განწყობა მართლა ზღაპარი იყო და რაღაცა ძალიან კარგად მახსოვს. ეგ ერთი სპექტაკლი ამ ჰერმიას როლი და მეორე ალბათ გამოვყოფ თემურთან ბოლოს რაც ვიმუშავე მისი ბოლო სპექტაკლი მარჯანიშვილის თეატრში იყო გრონჰოლმის მეთოდი. დღემდე ვთამაშობ ამ სპექტაკლს და ეს აბსოლუტურად განსხვავებულია ყველა სხვა სპექტაკლისგან და პერსონაჟისგან და ძალიან მიყვარს და სულ მაგ შეგრძნება რომ აი სადღაც არის და უყურებს ყოველწიჯ და პარტერში და უყურებს ამ სპექტაკლს. ყველა სპექტაკლს ესწრებოდა და რაღაცნაირად აკონტროლებდა რა კამერტონი იყო. არაფერი ზედმეტი არ ყოფილიყო, არაფერი მოკლებოდა, აი მისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა დეტალებს. და ეხაც მგონია რომ სადღაც სულ არის პარტერში და სულ ესწრება ამ სპექტაკლს და რაღაცნაირად სიამოვნებს ხოლმე როცა ინიშნება და როცა ვთამაშობთ. რა ნაკლებ ზარმაცი რო ყოფილიყავი ცხოვრებაში, უფრო მეტ რაღაცას მივაღწევდი, უფრო მეც ვისწავლიდი. ჯერთი კარგად ვისწავლიდი რამოდენიმე უცხო ენას, რომელიც დღეს ძალიან ჭირდება ხოლმე. მეორეც ერთი არ ვიქნებოდი მიმდობი. ზოგადად ვენდობოდი ყოველთვის ადამიანებს. მე იმდენად დიდი იყო ხოლმე იმედგაცრუება. ჯობია თავიდანვე არ ენდომე, ასე მგონია. მიამიტი თითქოს არ ყოფილი ვარ, მაგრამ ეხლა უფრო ვისწავლე ჭკუა. რაღაც დონეზე მაინც ჯეროდა ადამიანების და ბევრისგან მეტკინაგული ძალიან. ამისგან დავიცავდი თავს, თავიდანვე არ ვენდობოდი და მორჩა. ჩემს შვილებს სულ მაგას ვასწავლი, რომ გქონდეთ მხოლოდ საკუთარი თავის იმედი, თუ დამიჯერებენ. თუ ეს ალბათ მაინც საკუთარ შეცდომებზე სწავლობს ადამიანი, მაგრამ ეკას მე ამას ურჩევდი, რომ მარტო საკუთარი თავის იმედი უნდა მქონოდა და არავის რამე საქმეში კი არა, მხოლოდ აი როგგონია რომ ადამიანი გვერდში გიდგას და შენიანია და ყველა ადამიანი მაინც თავის საკუთარი წარმატებისთვის, საკუთარი ინტერესის დასაცავად იბრძვის და ნებისმიერი ალბათ კრავს ხელს ნებისმიერ დროს. სამწუხაროდ მაინც ესე. ყველაზე რთული ჩემთვის არის მაინც ის, რასაც ვერ მოერევი, რაც შენზე არ არის დამოკიდებული. ყველაფრის გადალახვა შეიძლება, ყველაფრის გადატანა და მორევა თუ კი ამის ძალა შეგწევს, მაგრამ არის რაღაცა მაგალითად როცა სამწუხაროდ ჯანმრთელობას ეხება. თუ კი ვერ ერევი და უძლური ხარ რაღაცის პრობლემის წინაშე, აი ეს არის ყველაზე მძიმე. ჯანმრთელობის გარდა ყველაფრის გადატანა შეიძლება თუ ისეთი რთული არ არის, თქვათ, პრობლემა, რომ შენზე არ არის და იღბალზეა და ღმერთზე დამოკიდებული, არ ვიცი. ეს არის ძალიან მძიმე. მე მახსოვს თემური როცა პირველი ოპერაცია რო გაიკეთა, მე სასწრაფოდ დაჭირდა მეორე ოპერაცია, რომელიც სხვა საავადმყოფოში უნდა გადაგვეყვანა და იქ გაგვეკეთებინა, იმიტომ რომ გულის ოპერაცია გულის კლინიკაში გაუკეთდა და მე უკვე გადავყვავდა სხვა საავადმყოფოში მეორე ოპერაციაზე. უკვე ალბათ უკვე ყველას ესმოდა რომ უიმედოა, მაგრამ მაინც ხავს ეჭიდები და აი ამ საავადმყოფოდან საავადმყოფოში გადაყვანის მომენტში, როცა გამოიყვანეს და სასწრაფოში შეაგორეს, ესე ვთქვათ, საკაცე, აი ეს კადრი არ მავიწყდება. ჯობდა არ მენახა. მაშინ მივხვდი რომ ვერ გადარჩა.
ჯობდა ესეთი არ მენახა, იმიტომ რომ უკვე არანაირ ოპერაციაზე აღარც იყო დამოკიდებული, მის გადარჩენა უკვე შეუძლებელი იყო, მივხვდი რომ დავინახე. სხეული არ ემორჩილებოდა, მთლიანად სხეული ესე კანკალებდა და აი ესეთი რა ვიცი, ესეთი თემური მე ჯობდა არ მენახა და ისეთი დამახსოვრებოდა, როგორც იყო. სულ ეს მახსენდება. რა სიკვდილს რო ებრძვი და შენ ხელთ აღარ არის. თორე დანარჩენი რაღაცა პრობლემები, რაღაცა ყველაფერს ეშველება. იმიტომ ჯანმრთელობას უსურვებ ყველას, თავარი ეს არის. რა ვიცი, ცხოვრება გრძელდება, უბრალოდ რაღაცები გენანება. რაღაცა არ უთხარი, რაღაცა მოგვაკლდა მით უმეტეს მე, რომელიც მამასთან არ მიცხოვრია, 7 წლამდე ვიყავით ერთად, მე დედა და მამა დაცილდნენ და მისი ნახვა ყოველთვის ესე ძალიან იშვიათად ხდებოდა და მით უმეტეს მთელი 20 წელი პეტერბურგში ცხოვრობდა, ეხლა როდის ჩამოვიდოდა, აი ესეთი უფრო იშვიათი კომუნიკაცია ჰქონდა, ძირითადად სატელეფონო და მე უკვე როცა აღარ არის ადამიანი, ვერაფერს ვერ გაასწორებ და ცოტა ეს ნეტა ის მე თქვა, ნეტა ისე მოქცეულიყავი, ნეტა მაშინ სხვანაირად, აი სულ ეს როგორ გითხრათ, აი რაღაცეები, რასაც ვერ გავასწორებ, რა თქმა უნდა. ალბათ ზოგადად მეტი მინდოდა მემუშავა მასთან, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო რეჟისორი იყო. აი ძალიან მერიდება ამას მე რო ვამბობ, მაგრამ ყველა დამეთანხმება, ვისაც მასთან უმუშავე, ყველა მსახიობი მაგას აღნიშნავს, რომ ძალიან რბილი, ძალიან ისე შემოგთავაზებდა, ისე შემოგაპარებდა, თვითონ უკვე მეხსიერებით დადგმული ქონდა თავის გონებაში, უკვე ზუსტად იცოდა რა უნდა გაკეთებულიყო, რომელ სცენაში, რა მიზანსცენა, როგორი პერსონაჟი უნდა ყოფილიყო, ყველაფერი იცოდა, მაგრამ აი ნელ-ნელა ისე აკინძავდა, რომ შენ მიგიყვანდა იქამდე, თავის აზრამდე, თავის გადაწყვეტილებამდე. და მე ყველა მსახიობს ეგონა, რომ თვითონ მოიფიქრა, თვითონ გააკეთა, თვითონ მიაღწია და თვითონ იპოვა პერსონაჟის ეს სახე. არადა სწორედ მიყავდი იმ რელსებზე შეგაყენებდა, რომელიც თვითონ ჭირდებოდა. რომ ესეთი სპექტაკლი გამოსვლოდა, როგორც ბოლოს გამოდიოდა და აი ეს ნოლიდან დაწყება თითქოს შენთან ერთად კითხულობდა პირველად პიესას. აი აბსოლუტურად არ გაჩვენებდა, რომ შენზე მეტი ან იცის, ან ნაფიქრი აქვს, ან 200-ჯერ აქვს გადახარშული და წაკითხული და აი რაღაცა შენიანი, შენ დონეზე იყო თითქოს პირველივე რეპეტიციიდან და თავის უპირატესობას რო რეჟისორი ახლა ის არის და შენ მსახიობი ხარ და უნდა შეუსრულო ის, რასაც გეტყვის, მსგავსი არაფერი არ ქონია არასდროს რეპეტიციაზე და პირიქით ძალიან დიდი პატივისცემა და სიფრთხილე ქონდა ხოლმე სტუდენტების მიმართაც. ასაკს აღარ ქონდა მნიშვნელობა და მსახიობის დონეს და სტატუსს. და ეს ძალიან კარგი თვისება იყო მასში. თითქოს შენთან ერთად ძერწავდა და თხზავდა სპექტაკლს. თუ რამეს ისეთ შესთავაზებდი, რაც მოეწონებოდა, რა თქმა უნდა ტოვებდა და მასტერკლასი იყო, იმიტომ რომ შენც იზრდებოდი. და აი მაკლია მასთან მუშაობა, მასთან ვიმუშავეო 3-ჯერ მომიწია, ხო. ძალიან საინტერესო იყო. გლობალურად ესე არაფერს ალბათ ეს იყო ჩემი ცხოვრება, ჩემი შეცდომებით, ჩემი პატარ-პატარა სინანულებით, სიხარულებით, პატარ-პატარა წარმატებებით, რაღაცა წარუმატებლობით, გულის აცრუებით, თუ პირიქით, სიურპრიზებით, რა ვიცი. ყოველ შემთხვევაში ნანოფ ალბათ იმას, რომ იცით რა, სხვანაირად მოვიქცეოდი. ახლა ნელ-ნელა დავიწყე ისე მოქცევა, როგორც ალბათ ასაკმა მოიტანა თუ გამოცდილებამ, სულ მიყვარდა სიმართლის თქმა და მგონია, რომ ახლა რასაც ვფიქრობ იმას, რომ ვიტყვი, ეს კარგია. თუმცა ყველას თავის სიმართლე აქვს, ყველას თავის აზრი აქვს და ყველას თავის ხედვა და დამოკიდებულება ყველაფრის მიმართ და ეს შენი მართლის თქმა არავის არ უხარი, არავის არ სიამოვნებს.
იმას თავისებურად ესმის, იმას თავის გადმოსახედიდან აქვს დამოკიდებულება ყველაფერზე და რა ვიცი, ამის გამო მე კონფლიქტი თუ არა, ყოველ შემთხვევაში წყენა რჩება. მე ადამიანს როცა სხვა აზრი აქვს, სხვა დამოკიდებულება აქვს, დისტანციაც უკვე იზრდება, მე გეცვლება დამოკიდებულებაში, დაბეჭდილება, გული აგიცრუვდება, იმედი გაგიცრუვდება, ის ადამიანი უკვე შენიანად აღარ მიგაჩნჯობი, არ თქვა ბოლომდე ის, რასაც ფიქრობ. გაითვალისწინო, რომ სხვა აზრი აქვს, სხვა სიმართლე აქვს, სხვანაირად ესმის და ესე არ მიახალოს შენი სიმართლე, რაც არ უნდა მართალი იყო, იმიტომ რომ მაინც ეწყინება, მაინც საპასუხოდ ისე მოიქცევა, რომ და არ უნდა ენდო ბოლომდე ადამიანს. ეხლა დღეს მე არავისგან არაფერი აღარ მიკვირს და ბევრად უფრო მარტივია, იმიტომ რომ როცა არ ელოდები ადამიანისგან რაღაცას, იმედგაცრუებაც ნაკლები გაქვს. ყენაც, გაბრაზებაც, ნაკლები არ ელოდები თავიდანვე და მორჩა. ალბათ ეს ნაკლებად მეწყინებოდა, ნაკლებ ადამიანს დავკარგავდი ცხოვრებაში და მეგობარიც მეტი მეყოლებოდა, არა, მეგობარი ხო რა ვიცი. ჯობია ნაკლებ მეგობარი გყავდეს და უფრო შენიანი იყოს 100%-ით, ვიდრე მეგობარი აღარ ქვია, როცა სხვანაირი დამოკიდებულება აქვს, სხვადასხვა მოვლენების მიმართ, სხვადასხვა ინტერესი გაქვს, სხვადასხვა სურვილი გაქვს, უკვე სხვა რამეა. ეს თავიდანვე უნდა გაითვალისწინო. ზუსტად შენაერი ვერავინ ვერ იქნება და მაინც ნაკლებად მეწყინებოდა. თავს დავიცავდი წყენებისგან და სტრესებისგან. უფრო მეტად ალბათ. ცოტა ჭკვარო მეხმარა და ნაკლები მელაპარაკა ის, რასაც ფიქრობ. და ესეც არ შეიძლება რომ არავის არ ენდო მესმის, მაგრამ ნაკლებად ტკივა ყოველ შემთხვევაში. როცა თავიდანვე ბოლომდე არ ვენდობი, რაღაც დისტანციას უფრო ვიჭერ ყველასთან. ნაკლებად ღია ვარ. ამით თავს ვიცავ. პათოლოგიური. შემიძლია გითხრათ, რომ რაც აი უკვე წლებია. ჯერთი ადამიანები არ იცვლებიან რომ იძახიან ტყუილი. დედობამ მე ძალიან შემცვალა. მე გავხდი პირველ რიგში დედა და მე სხვა დანარჩენი. როგორ გითხრათ, აი პირადად ჩემთვის არაფერი მინატრია, უკვე წლებია, აი სურვილის დონეზეც კი, პირველ რიგში შვილებზე მაქვს, ეს არ არის გეფიცებით, აი ძალიან გულწრფელი ვარ. რამდენი წელია უკვე აი სანთელსაც რო ვანთებ შვილებისთვის პირველ რიგში. ჩემთვის არაფერი არ მithოვია თუ არ მინატრია. აი მხოლოდ ერთი რამე მინდა შვილების ბედნიერებით გაბრწყინებული თვალების ყურების გარდა. შვილების ბედნიერებას მინდა რომ მოვესწრო და ვუყურო. მართლა არაფერი მინდა სხვა. რის პროფესია და რა არა. პროფესია პირად ეს ყველაფერი არის დანამატი. ჩემთვის პირადად ალბათ ყველა დედისთვის ეგრეა, ნორმალურია ეს რომ პირველ რიგში შვილებზე ფიქრობ და შვილების წარმატება გიხარია და შვილების კარგად ყოფნა და შვილები თუ რამე პრობლემებში არიან და შვილებს თუ რამე ტკივა დააწუხებ და ავათარიან, ჩვეულებრივი გიჟი ვარ. არაფერი აღარ მესმის ყურში და ვერაფერს ვეღარ ვხედავ. 1000-ჯერ მეტად მენერვიულება და 1000-ჯერ მეტად განვიცდი ვიდრე რამე სხვა. მე მინდა შვილების ბედნიერებით გაბრწყინებულ თვალებს ვუყურო, მეტი არაფერი. ყველა ალბათ უკეთეს რა თქმა უნდა ნატრობს და რამაც არის ვარ გაის გამოსწორდეს და რაზედაც ვინერვიულეთ ის სანერვიულო ძველ წელს დარჩეს და ასე შემდეგ. ზოგადი სიტუაციაც მინდა რომ გამოსწორდეს და ყველას ეს გვინდა პირველ რიგში ქვეყანა დასტაბილურდეს, ცოტა დავწყნარდეთ რომ ეს მუდმივი სანერვიულოა ესე რომელიც რასაც არ უნდა ვაკეთებდეს სულთან დაყვება ეს მოგვეხსნას. რა თქმა უნდა შვილების კარგად ყოფნას, მაგრამ ჩემთვის ეს წელი იყო საკმაოდ დადებითი ცვლილებების წელი. აი რაღაცეები ისეთი ნაბიჯები გადავდგით, რამაც მოიტანა სასიკეთო ძვრები, ესე ვთქვათ. ოჯახს გულისხმობ ჩვენს ოჯახში და ამისთვის დიდი მადლობა 2025 წელს.
და იმედი მაქვს 26 კიდევ უკეთესი იქნება. და ის სასიკეთოდ გადადგმული ნაბიჯები და ის ცვლილებები გაამართლებს და კიდევ უფრო მეტი წინსვლა იქნება და ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ თქვენს ჩემს საყვარელ მაყურებელს, რომლის გარეშეც ჩემი პროფესია არც იარსებებდა და არც არის შესაძლებელი. დიდი მადლობა ყველას დაინტერესებისთვის და ბედნიერ 2026 წელს გისურვებთ ყველას. Thank you.